ეს წყენა, რომელსაც ეს გოგო ატარებდა მამამისზე, მერე გადადიოდა მის ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე და ყოველ ჯერზე ტრიალდებოდა. იგივე წერაში. ასეთი ტიპის მამაკაცებს პოულობდა. განლაგებამ გვაჩვენა, რატომ შედიოდა ამ ანკიერწერში მუდმივად. რატომ იყო სულ ტოქსიკურ ურთიერთობებში. რატომ იყო სულ ურთიერთობებში, რომლიდანაც ანის უნდა გაქცეულიყო, ან პარტნიორი უნდა გაქცეულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში იწყებოდა მეორეთ მოსვლა. აღმოჩნდა, რომ დისფუნქცია იქ იყო. იქიდან მოდიოდა ეს დისფუნქცია. როდესაც ეს გაცნობიერდა, დღეს ეს ახალგაზრდა ქალი არის არაჩვეულებრივ ურთიერთობაში და ყოფილი დალაგებული და დაწყობილია, იმიტომ რომ უკვე აღარ არის ამ გადახლართვებში, ამას ეძახიან entanglement-ებს. ეხლართება თავისი წინაპრების და მშობლების ბეწვს. და ძალიან ხშირად მაყურებელი არის ამ როლში ასევე ის თავისი შეგრძნებებით პასუხს ცემს. ყველა თუ არა შეკითხების ნაწილს, რომელიც მას უდგას ახლა დღის წესრიგში. და საერთოდ არ ჭირდება აქტიური მონაწილეობა. მხოლოდ აქტიურად მონაწილე ადამიანი არ მონაწილეობს. იქ მონაწილეობს ყველა.